ჩემი ხმა კლავ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით, ტრადიციულად დღეს ხუთშაბათია, მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. Ჩვენ გადაცემა ცდილობს, რომ სწორედაც ესეთი თემები წამოწიოს, რომლებიც ჰორიზონტს მიღმა, ზოგი უბრალოდ იმიტომ, რომ არ ჩანს, ზოგი უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება და სწორედ ასეთი თემა არის ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში. ინოვაციები, მეცნიერება, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება და ასე შემდეგ, თუ როგორ შეიძლება ეს რომ მოხდეს ჩვენს რეალობაში და ამიტომ ამაზე სასაუბრო ძალიან ახალგაზრდული თემა არის თანამამრავლად და ვინაიდან ჩვენ ახალგაზრდების თემებზეც კონცენტრირდებით, ჩვენ დღეს მოვიწვევთ ნინუცა ნანიტაშვილი, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის დამფუძნებელი, ასევე ისეთის ეკონომიკის სკოლის ლექტორი, ძალიან ახალგაზრდა ლექტორი, წარმატებული შევრნინგის პროგრამის ფინალისტი, რომელიც გამგზავრება და კიდევ ინოვაციებს შეისწავლის უკვე სექტემბრიდან ისევ ბრიტანეთში, რასაც ასევე მინდა რომ ეთერიდანვე მიულოცო, ნინუცა გილოცავ წარმატებების შენ. ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოცდილებას შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და მართლაც დანერგავდა ხელს შეუწყო ამ ყოველივეს. უამრავი ჯილდოს მფლობელია ნინუცა, ახლა ყველაფერს ვეღარ ჩამოვთვლი, ზოგი მე არ ვიცი, ზოგის ჩამოსათვალო დრო აღარ გვეყოფა ეს გადაცემის შეზღუდული პერიოდი რაც გვაქვს. ამიტომ მოდი მივცეთ ნინუცას საშუალება, რომ თავად ისაუბროს უფრო მეტი. ნინუცა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა ამ ცხელ პერიოდში და სტუდენტების ნაშრომების გამო და ასე შემდეგ ყველაფრის მიუხედავად რომ მოასწარი და შეძელი აქ მოსვლა და მოახერხე. თუ შეიძლება პირველ რიგში დაიწყო შენ თვითონ როგორ დაგაინტერესა ტექნოლოგიებმა და რას აკეთებ კონკრეტულად ამ ტექნოლოგიების მიმართულებით? მოგესალმებით, დიდი მადლობა ესმა მოწვევისთვის, მიხარია რომ ჩვენი შეხვედრა შედგა, არაერთხელ გვინდოდა ერთობლივ გადაცემის გაკეთება და მადლობა რომ თქვენ მომიწვია და მომეც საშუალება რომ ვისაუბროთ მართლაც იმაზე, რაც შეიძლება იყოს ჰორიზონტს მიღმა, ან იყოს სრულად ახლოს, მაგრამ უბრალოდ ვერ ვხედავდით, იმიტომ რომ არ ვიცოდეთ რომ არსებობს თქვათ ეს სფერო როგორიცაა ტექნოლოგიები და ინოვაციები. მადლობა მოლოცვისთვისაც და იმის რომ ესეთი აქტიური ხარ შენ თვითონ და გისროლებს წარმატებას იმ გეგმებში რაც გაქვს თუნდაც უცხოეთში სწავლის მიმართულებით. რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროთი, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს სფერო არის მართლაც ყველაზე ასე ვთქვათ აქტუალური დღეს, იმიტომ რომ მსოფლიო დგას არაერთი გამოწვევის წინაშე და ამ გამოწვევებისთან ბრძოლისთვის ჩვენ გვჭირდება მეცნიერება, გვჭირდება გონებრივი გადაწყვეტები, გვჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამარტივებს სხვადასხვა სამუშაო შესრულებას, ხელშესახავს ქრის ისეთ რაღაცებს, რაც შეიძლება ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელი იყოს. ეს განვითარება არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი ხამდები, უკვე წლებია ჩვენ ტექნოლოგიები, ესე ვთქვათ, უკვე ჩვენი ცხოვრების აქტიური წევრი არის. და ეხლა ვდგავართ იმ რეალობაში, რომ კიდევ ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი საქართველოში განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების ფეხს იკიდებს და ჩემი დაინტერესებაც ამან გამოიწვია, რომ რამდენად შეუძლია ამ ახალ სფეროს, ამ ინდუსტრიას, რომ დაგვეხმაროს სხვადასხვა სოციალური პრობლემის მოგვარებაში თუნდაც და ასევე შექმნას, ესე ვთქვათ, ეკონომიკური სფერო ქვეყნისთვის, რაც შექმნის დოულადს, სადაც იქნებიან პროფესიონალები დასაქმებულები, ეს არის სფერო, რომელსაც არ აქვს ერთი რაიმე კონკრეტული გეოგრაფია, ამიტომ ის რომ თქვათ პატარა ქვეყნიდან ვართ, ან ის რომ შეიძლება რაღაც დონეზე ჩამოვჭით განვითარებას დასავლეთის სხვა ქვეყნებს, არნიშნავს რომ ჩვენ არასახარბიელო პოზიციაში ვართ დღეს, შეგვიძლია დღეს ფეხი აუწყოთ იმ ტენდენციებს, რაც ხდება ამერიკაში, გერმანიაში, დასავლეთის სხვა ქვეყნებში ან განვითარებულ აზიაში და სწორედ ამიტომ არის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება საინტერესო. ხო, ანუ შეგიძლია დისტანციურად რომ იმუშაო, ძალიან მარტივად რო ვთქვათ. კი, და როგორც შეგიძლია რომ ვთქვათ, საქართველოს შიგნით იმუშაო დისტანციურად, იყო რაღაც მაგალითად შენს საკუთარ სახლში, რომელიმე სოფელში, თუმცა გქონდეს სწორმა კომპიუტერთან და ინტერნეტთან, ასევე შეგიძლია იყოს საქართველოში და იმუშაო პროექტებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. და შესაძლოა იგივე ვთქვა დასავლეთშივე ადამიანის დაქირავება უფრო ძვირი, სადაც დაუჯდებათ
და უჯდებათ, შეიძლება საქართველოში უფრო მეტად მოინდომონ თქვა ადამიანების დაქირავება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხელფასები მაინც ნაკლებია. შეიძლება ცოტა დისკრიმინაციულად კი ჟღერდეს, მაგრამ ამავდროულად მაინც კიდე დავαντებით შესაძლებლობას ქმნის რაღაც პერიოდით მაინც კარგს. აი შენზე მინდა პირადად რომ გითხრა, შენ გაქვს განათლება ძირითადად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში. და ესეთი სფეროა, რომელიც ტექნოლოგიებთან ჩვენი გაგებით იმდენად არ მეგობრობს, არის უფრო ჰუმანიტარული რაღაც და ასე შემდეგ. შენ როგორ გადაწყვიტე და კონკრეტულად შენი ფონდი მაგათად რას აკეთებს ტექნოლოგიების მიმართულებით და რა მოთხით მუშაობთ? კარგი კითხვა ნამდვილად, იმიტომ რომ ხშირად გონია, რომ იმისთვის რომ ამ ფერხულში ჩავებათ, აუცილებლად უნდა წავიდეთ ჩავაბაროთ უნივერსიტეტში და მივიღოთ რაღაც 4 წლიანი დიპლომი, კონკრეტულად კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი პროფესია, ასევე მინდა ხაზი გავუსვა, თუმცა დღევანდელ რეალობაში ნებისმიერ სფეროში შემოაბიჯა უკვე ტექნოლოგიებმა. ჩვენ ვიცით გათვლები, რომ 2020 წლისთვის და კიდევ უფრო შემდეგ უკვე ყველა სფეროს ავტომატიზება მოხდება და ყველა სფეროში, ასე ვთქვათ, უნდა დაანერგოთ ტექნოლოგიები. ჩემი დაინტერესებაც ამიტომ გამოიწვია ისე იმით, რომ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდი, პირველ კურსზე ვიყავი და მაშინ მივხვდი, რომ ეს ტექნოლოგიების სფერო არ არის პირიქით ძალიან შორეული, საკმაოდ ახლოს შეიძლება იყოს სოციალურ მეცნიერებებთან, იმიტომ რომ ტექნოლოგიები განსაზღვრავს დღეს საზოგადოების, ასე ვთქვათ, არსს, ხო? განსაზღვრავს იმას, ჩვენ როგორ თუნდაც მუშაობთ, რა საქმეს ვაკეთებთ, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, ხო? სრულად შეიცვალა ჩვენი ურთიერთობის ფორმებიც და შესაბამისად ჩემი ასე ვთქვათ, კოლეგების აზრი თავდაპირველად იყო ეს, რომ აი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს სხვადასხვა კრიზისული ვითარების დროს. მაგალითად, როდესაც არის სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფა და ვთქვათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვთქვათ, მაგალითად ვთქვათ, რომ მოხდა მიწისძვრა და არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი არეალები, გეოგრაფიული არეალები არის დაზიანებული, საჭიროდებათ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და კრიზისების დროს განსაკუთრებით ყველაზე ძვირფასი არის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ვალიდურობა და ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, რომ ვქნიდით სხვადასხვა პლატფორმებს, რაც ეხმარებოდა მთავრობას, ეხმარებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქონოდა წტომა მონაცემებზე, ინფორმაციაზე და რეალურ დროში მოახდინა ადრეული გაფრთხილების და მოგვიანე გაფრთხილების სისტემები, ხო, ალბათ. ბატონო, კი. და დღეს რაც ჩვენი ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი აკეთებს, რაც დავაარსეთ რამდენიმე წლის წინ, მისი მიზანი არის სწორედ ის, რომ ახალგაზრდებში გავრცელოს ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, რაც დღეს შეიძლება მართლაც ჰორიზონტს მიღმა ჩანდეს. ეს არის ინჟინერიის, ტექნოლოგიების, მეცნიერების სფერო, განსაკუთრებით ამ მიმართულებით ხელი შეუწყოს მათ, ვინც შეიძლება ცხოვრობდეს საქართველოს რეგიონებში არ ქონდეს უბრალოდ ეს თვითონ ამდენ თუნდაც საინფორმაციო რესურსზე, ამიტომ ხშირად ვატარებთ ხოლმე ბანაკებს, ახალგაზრდულ შეხვედრებს, ასევე ვცდილობთ რომ ხაზი გავუსვათ გოგოების და ქალების ჩართულობას ამ მიმართულებით, ამას Google-თან ერთად, კომპანია Google-თან ერთად ვაკეთებთ უკვე რამდენიმე წელია, რომ ეს სფერო არ იყოს აღქმული როგორც რაღაცა არა ქალის საქმე, იმიტომ რომ ხო სტერეოტიპი არის, რომ რაღაც მოსგონია ტექნოლოგიები არის დიდ ძალასთან დაკავშირებული, რაღაცა დიდი მანქანა უნდა იდგეს და იმის გადადგმა შეგეძლოს, თუმცა დღეს ყველა ასე ვთქვათ განთანაბრებული არის კომპიუტერის წინაშე და ყოველ შეუძლია თანაბრად თავისი ცოდნით შექმნას საინტერესო გადაწყვეტები, რაც პირველ რიგში ისევ კაცობრიობას დაეხმარება. დიახ, სხვათა შორის ეს ბანაკი ტექნოლოგიების შესახებ, სადაც არის ახალგაზრდები სწავლიდნენ, ეს ჩემი ოცნება იყო, ნეტა ვინმე გააკეთოს, მეთქი სულ ფიქრობდი და ძალიან მიხარია, რომ მოხერხდა და ესე ვთქვათ ხორცი შეესხა. უფრო ფართოდ რო შევხედოთ საკითხს. დღესდღეობით საქართველოში ვიცით, რომ ძირითადი შემოსავლის წყარო არის ის რო რაც ტრანზიტით მოპოვებული შემოსავლები, ნავთობის, გაზის, ასევე ზოგადად სხვადასხვა ტვირთების და ტურიზმი. ეს არის ის, რაზეც კეთდება აქცენტი დეკლარაციულად და რაზეც მიმართულია ჩვენი მთავრობა. თუმცა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება მაჩვენა, რომ ტურიზმი არ არის ძალიან მდგრადი შემოსავლის წყარო, მით უმეტეს ჩვენ რეგიონში, სადაც ჩვენ ვდგავართ სხვადასხვა უსაფრთხოებითი ხასიათის გამოწვევის წინაშე, როგორც არის ოკუპაცია, მცოცავი, ყველანაირი სეპარატიზმი და ასე შემდეგ.
არასტაბილური პარტნიორები და მეზობლები, რომლებმაც არ ვიცით ავტორიტარული რეჟიმები, რომელიც არ ვიცით როდის რა ემბარგოს დააწესებს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ პირობებში აუცილებელი არის უფრო სტაბილური შემოსავლის მომტანი რაღაც საქმიანობა და იმ პირობებში ჩვენ არ გვაქვს ეს ბუნებრივი რესურსები, რომლებიც არ ვიცი, შეიძლება კარგიც არის, შეიძლება ცუდიც, რომ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირების ველად არ ვიქეცით კიდევ უფრო მეტად ამის გამო, თუმცა რო შევხედოთ ხო მცირე ზომიან და მცირე რესურსიან ქვეყნებს, როგორც არის თუნდაც ისრაელი, თუნდაც სხვადასხვა მცირე ზომის ევროპული სახელმწიფოები, იგივე ესტონეთი, ან იაპონია, რომელიც არ არის მცირე მოსახლეობიანი, მაგრამ მწირი ბუნებრივი რესურსებით შედარებით და თავისი მოსახლეობისთვის და ასე შემდეგ, ხო? რო შევხედოთ, ისინი ტურიზმის გარდა ცხოვრობენ და სულგუნულობენ სწორედ რომ აი ინოვაციებით სხვადასხვა საკითხებში მეცნიერების განვითარებით, მაგრამ როგორ შეიძლება რომ იქამდე მივიდეთ ჩვენ იმ პირობებში, როდესაც სასკოლო განათლების მაჩვენებლებით საკმაოდ ჩამორჩებით აი სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. ძალიან სწორი კითხვა არის და სწორი ხედვა ზუსტად იმაზე, რომ ეს სფერო უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკის სფერო, როცა თქვია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ან ეკონომიკა, რომელიც არა კონკრეტულ რაიმე ბუნებრივ რესურსზე დამოკიდებული, არამედ ადამიანების ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. სხვათა შორის ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობაც მუშაობს და ხშირად გავიგვარებთ ზუსტად ამას, რომ უნდათ რომ გადავიდეთ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, თუნდაც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნა სხვა არის ნაბიჯი იმისთვის, რომ უფრო წინ წაიწიოს ამ მიმართულება, მათი პროგრამები რაღაც ხრივ ქმნის სამუშაო ძალას, თუმცა სწორედ ახსენე, რომ განათლების სისტემა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რაც ერთი მხრივ სწორ ცოდნას აძლევს ახალგაზრდებს და მეორე მხრივ დამოკიდებულებას უჩენს იმისადმი, თუ რას ნიშნავს სწორი სამუშაოს არჩევა, სწორად დაგეგმვა შენი საკუთარი მომავალის ქვეყნებში, სადაც ტექნოლოგიები არის განვითარებული, თუნდაც პროგრამირება იწყება სკოლის დონეზე და ეს ვთქვათ მათემატიკური ლოგიკა და კომპიუტერული ლოგიკის აღქმა იწყება პირველად ეს ვთქვათ კლასებშიც კი. საქართველოში არის გარკვეული მცდელობები, საპილოტე ახალი სკოლის მოდელი წინერგება, როგორც იცი განათლების სამინისტროს მიერ, რაღაცები ნამდვილად კეთდება, თუმცა უფრო მეტად დიდი სიღრმისეული ცვლილებები არის ალბათ გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს აი თუნდაც ახლა ჩვენი ერთი თითოეულა ბანაკი არ იყოს ესე თითოეულა ხანდახან გაკეთებული საქმეები და არსებობს სახელმწიფოს დონეზე უფრო ფართო ვრცელი ხედვა იმის შესახებ, თუ რა ჭირდება ამ სფეროს კონკრეტულად სკოლების მონაწილეობით, მეცნიერების ჩართვით და მეცნიერების განვითარება არის ერთ-ერთი პირველი, რაც ავითარებს ტექნოლოგიების სფეროს, რა ხდება შესაბამისად უნივერსიტეტის დონეზე, როგორ მიმდინარეობს იქ სამეცნიერო პროცესი, რა რესურსები ან მოტივაცია აქვთ იქ მომუშავეებს, რომ შეიქმნას ინტელექტუალურად საინტერესო პროდუქტები, დაიწეროს სტატიები, რომლებსაც შემდეგ ვთქვათ ციტირებას მოახდენს სხვა ჟურნალები, სხვა გამოცემები და ანუ ზოგადად რეალურად ისიც ალბათ კარიერული არჩევანის თვალსაზრისით ძალიან ხშირად ხედავთ, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკის ბავშვებს არ აქვთ წარმოდგენა, რა პროფესიები არსებობს დღეს. არაერთი პროფესია, რომელიც დღეს არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, თუნდაც IT პროგრამირების მიმართულებით იქნება ეს ვებგვერდების შექმნა თუ გრაფიკული დიზაინი არის პროფესიები, რომლებიც თუ არც კი არსებობდა რამდენიმე წლის წინ, თუმცა დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი. შესაბამისად, ეს კლასიკური პროფესიები, რაც ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვთქვათ, არ ვიცი, ფსიქოლოგი, თუნდაც ეკონომისტი ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, უკვე კარგავს, უნდა დაკარგოს აქტუალობა, იმიტომ რომ ყველა გადადის აზროვნებაზე, რომ რა არის ის პროფესია, რაც კონკრეტულად არის შრომის ბაზარზე მორგებული. ანუ არის საჭიროება, რომ არსებობდეს, ვთქვათ, ამდენი დეველოპერი, ხო, მობილური აპლიკაციების შემქმნელი და ასე შემდეგ და ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება, რაც ასევე ბოლო წლებში ხდება სხვათა შორის ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში იქნება უფრო
უფრო მაღალი დონის და უფრო ასე ვთქვათ, კარგად აღჭურვილი და კარგი კურიკულუმის მქონე პროფესიული სასწავლებლები და ესე ვთქვათ, იმსხვრევა ის სტერეოტიპი, რომ პროფესიული სწავლება, ასე ვთქვათ, არის ბოლო გადაწყვეტილება, რომ ხშირად ვთქვათ, ცდილობენ ხომ უნივერსიტეტში ჩაბარებას და ხოლმე ამის შემდეგ მიდიან პროფესიულ სასწავლებლში. მაშინ, როდესაც პროფესიული სასწავლებელი შეიძლება იყოს პირველი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი. როგორი ისხრება ეს სტერეოტიპი, ნინოცა, ჩვენ გვყავს ვინმე მაგალითები, ძალიან წარმატებული ადამიანების, რომლებმაც თქვეს, რომ არ მინდა უნივერსიტეტში სწავლა და პირიქით მინდა რომ წავიდე პირდაპირ პროფესიულში. არიან კითხეს, აი ჩვენი ფონდიც მაგალითად ერთ-ერთი პროექტის მონაწილე არის, სადაც 12 პროფესიულ პროგრამას, ანუ უნივერსიტეტს და ასე ვთქვათ, კოლეჯს სასწავლებელს, სადაც მოხდა ახალი პროგრამების შეტანა, ვეხმარებით იმაში, რომ სწორედ ეს სტერეოტიპი დავარღვევათ ახალგაზრდებისთვის და სხვათა შორის არიან უკვე ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ თუნდაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ან მშენებლობის მიმართულებით, ვთქვათ, პორტში, ფოთის პორტში, რომ ამ წის ოპერატორების მიმართულებით, არის მომრავალი მიმართულება, თუმცა კიდევ ერთხელ მივდივართ იმაზე, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, რომ ესეთი სფეროები საერთოდ არსებობს, ესეთი პროფესიები და მეორე მხრივ, რომ არის პერსპექტიული და ასე ვთქვათ, პრესტიჟულიც კი. ანაზღაურებადი. და მაღლა ანაზღაურებადი და მართლაც ასე არის ყოველთვის ჩვენ შევხვდებით უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ამბობს, რომ ვერ შოულობს სამსახურს და ამის ფონზე ვხვდებით უამრავ დასაქმებელს, რომელიც ამბობს, რომ ვერ პოულობთ სათანადო კადრს, იმიტომ რომ არ არის თანაკვეთა იმისა, თუ რა სჭირდება საქართველოში და ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში დამსაქმებელს და რისი გაკეთება შეუძლია ახალგაზრდას, რომელიც შეიძლება სრულად არასწორ პროფესიას ირჩევს. კი. აი ახლა ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, მე მახსენდება ჩვენ განაცემაში მან ესე თქვა, რომ ბაზარი უკვე გაჯერებული არის იგივე იურისტებით, ჟურნალისტებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ადამიანებმა, რომლებმაც 90-იან წლებში მაგალითად დაამთავრეს ეს ფაკულტეტები, ისინი ჯერ კიდევ მოღვაწეობენ და არასაწასვლელს არ აპირებენ. შესაბამისად, ხო, ანუ ქვეყანას მით უმეტესაც მცირეა მოსახლეობა, ჭირდება მხოლოდ რაღაცა ამდენი და ამდენი პირობითად ეს იურისტი და ამდენი ფსიქოლოგი, მით უმეტეს, როდესაც ეკონომიკა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა მიაროს ფსიქოლოგთან. შეიძლება მომავალში ნამდვილად ეს ემოციური მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა როცა ადამიანებს, ანუ ეკონომიკა არ არის ქვეყანაში იმდენი, რომ ხალხს შემოსავალი ჰქონდეს, რომ ფსიქოლოგთან იაროს, ყველა ვისაც ჭირდება, ეს პრივილეგია არის ნამდვილად და ფუფუნება, ძალიან ძვირი სიამოვნება. შესაბამისად, ძალიან ბევრი ასეთი სპეციალისტი, სანამ მეტი შემოსავალი არ გაჩნდება ადგილზევე, არ არსებობს. ნინცა ძალიან საინტერესო რაღაც თქვი, ხო, რომ სხვანაირად მუშაობს და შეიცვალა ჩვენი მუშაობის სტილი. და რომ მოხდება უკვე ახლა მომავალში უკვე ავტომატიზაციის პროცესი მიდის. ესე ძალიან მნიშვნელოვანი და ორმხრივი პროცესია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო შეიძლება დარჩეს სამუშაოს გარეშე. ამას როგორ უყურებს ინოვაციების მეცნიერება, აქტივიზმი, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ აი, როდესაც ეს ადამიანები, ხო, მომსახურების სფერო მაგალითად, რობოტებით თუ ჩანაცვლდა და როცა ეს მოხდება რაღაც ეტაპზე, სად უნდა წავიდეს ამდენი ადამიანი, რომელსაც პოტენციურად შემოსავლის წყარო ჭირდება, შრომა ჭირდება, ან აბიცი იქნება კი ანაზღაურებადი შრომა შემოსავლის ერთადერთი და მთავარი წყარო 21 საუკუნის განმავლობაში? ის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ხანდახაშიც არის ხოლმე ტექნოლოგიური განვითარების სადმი, რომ ვთქვათ, მოაქვს რაღაც პირიქით რეგრესი, მოხდება სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეს მართლაც მოხდება, გარკვეული პროფესიები აღარ იარსებობს, ისე როგორც დღეს არ არსებობს პროფესიები, რომლებიც არსებობდა მე-19 საუკუნეში, სწორედ მაგ ეპოქაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ განვითარებას და ამბობდნენ კიდეს დაზგებს და ამბობდნენ, რომ ეს ავტომატიზირება და მანქანის მიერ გაკეთებული შრომა არ იქნებოდა ღირებული საზოგადოებისთვის, თუმცა ჩვენ გამოვიარეთ 4 ინდუსტრიული რევოლუცია, დღეს უკვე მე-4 ინდუსტრიულ რევოლუციაში ვართ და არაერთი პროფესია გაქრა მართლაც, თუმცა ამასთან ერთად, როგორც აღნიშნე, გაჩნდა ახალი პროფესიებიც.
ზოგადად საერთაშორისო კვლევები ზუსტად ამას ცხადყოფენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაქრება მილიონობით სამუშაო ადგილი, შეიქმნება უფრო მეტი მილიონი სამუშაო ადგილი. ანუ ზოგადად ვარაუდით ბალანსი არის დადებითი. შესაბამისად, პანიკის დრო არ გვაქვს. თუმცა რისი აუცილებლობაც არის ის, რომ ჩვენ არ ჩამოვარჩენთ ამ პროგრესს და განვითარებას, რადგან ვიყოთ აქტუალური სამუშაო ძალა და შესაბამისად მოვახდინოთ ჩვენი ეს არის ჩვეულებრივი ევოლუციის სწრაფად გადაწყობა. კი, სწრაფად გადაწყობა და ჩვენ მივხვდეთ იმას, რომ თუ ავტომატურ საქმეს, რომელიც არ საჭიროებს გონებრივ შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, აკეთებს მანქანა და ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ, შესაბამისად ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაღალინტელექტუალური საქმე, რომ სწორედ ეს მანქანები მართოთ, შევქმნათ ესეთი მანქანები და ანუ სწორედ აი ამ განვითარების პროგრესებს რომ შევხედოთ, არ იქნება სფერო, რომელიც 100% ავტომატიზირებული იქნება. ყოველთვის იქნება საჭირო ადამიანური შრომის, ადამიანის ჩართვა, თუმცა მათი ჩართულობა იქნება მაღალინტელექტუალური და არ იქნება კონკრეტული რაღაცა პატარა მექანიკური ქმედების განხორციელება. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რომ ეს რაღაც აბსტრაქტულად არ აღიქმებოდეს, სწორედ ესე იყო წინა წლებშიც, წინა საუკუნეებშიც და წლებში, რომ ვთქვათ, თუნდაც მარტივად რომ ავიღოთ სარეცხის მანქანა, ხო, ჩაანაცვლა ადამიანი, რომელიც ეცხავს სარეცხს. ამ მიმართულებით, ხო, უბრალოდ ის მოხდა, რომ ადამიანს გამოუთავისუფლა დრო, ეს გახდა მისთვის უფრო ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და სწორედ ამ მიმართულებით ადამიანს თქვა თუნდაც ის 3 საათი თუ 4 საათი რაც უნდა დაეხარჯა იმაში, რომ საკუთარი ხელით თქვათ ერიცხა დიდი მოცულობის სარეცხი, შეუძლია დახარჯოს სხვა საქმიანობაში. ანუ ეს არის რაღაც განსაკუთრებული ცხოვრება, მაგალითი, რაც შეგვიძლია გადავიტანოთ შემდეგ უკვე ინდუსტრიაში და ბიზნესში და ვაჩვენოთ ის, რომ ამერად ავტომატიზირებული, სწრაფი, უფრო ხარისხიანი და იაფი შეიძლება იყოს და ასე ვთქვათ, ნაკლები შესაბამის მქონე მექანიკური სამუშაო ავტომატიზირების შემთხვევაში და ხო, პასუხი არის იმაზე, რომ აუცილებელია, რომ ამ გარდამავალ პერიოდში არავინ დაგვრჩეს მიღმა განსაკუთრებით თაობა, რომელიც არ დაბადებულა, ასე ვთქვათ, smartphone-ების ერაში, ანუ თაობა, რომელიც არიან ჩვენი მშობლების თაობა, მაგალითად, რომლებმაც უნდა, ასე ვთქვათ, აითვისონ ის უნარები, რაც საჭირო არის მომსავალო დასაქმებისთვის და საჭიროა დღესაც, ხო, ვთქვათ, კომპიუტერთან, ტექნოლოგიებთან, ინტერნეტთან, ასე ვთქვათ, მეგობრობა. კი, აი შენ ახსენე ზუსტად მაღალინტელექტუალური შრომა. და გამოდის, რომ ჩვენი მომავალი მაინც უნივერსიტეტია, უმაღლესი განათლებაა. ოღონდ ალბათ სხვანაირი უმაღლესი განათლება, იმიტომ რომ მე ვიცი მაგალითად სხვადასხვა უნივერსიტეტები საქართველოში, სადაც პროგრამირებას კალმით და ფურცელზე სწავლობენ. ხო, ეს ძალიან ესეთი ანეკდოტური მაგალითი არის, პირდაპირ შეიძლება ითქვას. აი რა სიტყვი, როგორი უნივერსიტეტი გვჭირდება და რამდენად კარგი იდეა იყო თავის დროზე თუნდაც ქუთაისში უნივერსიტეტის შექმნა ტექნოლოგიების კუთხით და ასე შემდეგ და რა იგეგმება ამ კუთხით თუ გაქვს ინფორმაცია? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა გეგმები არსებობს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, თუმცა ზოგადად რომ ვისაუბროთ, სწავლება გადადის მთლიანად, ასე ვთქვათ, ორი სახის სწავლებაზე. ერთი არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მეორე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. ანუ რეალურად უნივერსიტეტი უნდა და ნებისმიერი საკანონმდებლო პროგრამა უნდა გაძლევდეს შენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ იმ უნარებს, რომელიც შენი ცოდნა გამოიყენო რეალურ სამყაროში და რეალურ მდგომარეობაში.